ბოლო 2 წლის მაკლარენი ძალიან გავს 92-93 წლების ვილიამს. ბოლიდის გარდა გუნდში კარგად არაფერი არ მუშაობს. არანაირი რბოლის ტაქტიკა, ჩემპიონატის სტრატეგია, რამე თამამი გადაწყვეტილება, როცა ამის საჭიროება არსებობს. ამ ბოლო დროს პიტსტოპებიც აღარ უარგათ. იმ პერიოდის ვილიამს ყავდა პროსტი და მენსელი და ამით ფარავდა თავის შეცდომებს. მაგრამ მაკლარენს მსგავსი კალიბრის პილოტები არ ყავს. ამიტომ როცა საქმე წინასწარ განსაზღვრული სცენარით არ მიდის, შეიძლება მთელი გუნდი დაიკარგოს. პიასტრიმ აზერბაიჯანის გრან-პრი ჩააგდო. კვალიფიკაციაც და რბოლაც. ბრალეულობა მისია, მაგრამ ჩემი აზრით ერთი შეცდომა ჩემპიონატში ოსკარს ეპატიება. მით უმეტეს რომ მსგავსი ქცევა ავსტრალიელისთვის საერთოდ არაა დამახასიათებელი. მაგრამ აი ლანდოს რაც უქნა გუნდმა, ამას უბრალოდ მოხერხება ჭირდება. ჯერ კვალიფიკაციის ბოლო ცდაზე დააყენეს რიგში პირველი და პრაქტიკულად სხვებისთვის ტრაექტორია გააშრობინეს. მერე რბოლის დროს ტრაფიკში ჩარჩენილს არანაირი გაბედული ტაქტიკური გადაწყვეტილება არ შესთავაზეს. მაკლარენმა რბოლის დასაწყისში პილოტების ტაქტიკაც კი არ გაყო. მაგალითად ფერარიმ და მერსედესმა თავიანთი პილოტები სტარტზე სხვადასხვა ტიპის საბურავებით გაუშვეს. ლეკლერი და ანტონელი საშუალო, რასელი და ჰამილტონი ხისტი ტიპის საბურავებით. იმ გათვლით რომ რომელიმე უფრო ეფექტური იქნებოდა და მართლებიც აღმოჩნდნენ. მაკლარენში ალბათ პაპაიას წესებიდან გამომდინარე, ორივე პილოტი უკვე გამოყენებული საშუალო ტიპის საბურავებით გაუშვეს. პრინციპით თუ ტაქტიკა წამგებიანია, მაგრამ ორივემ წააგოს. მაკლარენის ასეთი უნიათობის ფონზე ჩაებმება თუ არა მაქსი პირად ჩათვლაში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უახლოესი რბოლები გვიჩვენებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კონკურენტული იქნება Red Bull-ის ბოლიდი არაჩქაროსნულ ტრასებზე. ცალკე გამოსარჩევია კარლოს საინსი. თუ კვალიფიკაციის მაღალი შედეგი მეტნაკლებად იღბალის ამბავია, თუმცა უშეცდომოდ ჩატარებულ 2 საათიან საკვალიფიკაციო სესიას მხოლოდ იღბალს ვერ დავაბრალებთ, რბოლაში კარლოსი შეუდარებელი იყო. კვალიფიკაციის შემდეგ რომ თქვა პოდიუმისთვის ბრძოლა რეალურიაო, ცოტა რთულად დავიჯერე. მაგრამ ასევე კვალიფიკაციის მეორე გმირმა ლიამ ლოუსონმა მას დიდი სამსახური გაუწია, როცა უფრო სწრაფი ბოლიდები ხანგრძლივი დროით უკან შეაყოვნა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები აზერბაიჯანის გრან-პრის შესახებ. ეს პადოკის ისტორიებია და ჩვენ ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით.